რატომ ვენდობით უცნობს უფრო მარტივად, ვიდრე იმ ადამიანს, რომელსაც პირადად ვიცნობთ? ხშირად მესმის, სახლიდან მუშაობ? ეს შენი გაკეთებულია? ალბათ უბრალოდ გაყიდვა გინდა და მოგებას ეძებ. თვითონ არ ყიდიდეს რაიმეს. იცი რა არის საინტერესო? როცა აფთიაქში შედიხარ და ყიდულობ წამალს, არ კითხულობ ხომ უკუჩვენება აქვს? გარანტიას მომცემ? როცა მაღაზიაში ხარ, კითხვასაც არ სვა, მაგალითად, კიტრი და პომიდორი როგორ ეკოლოგიურ პირობებშია მოყვანილი? მაგრამ როცა იგივე პროდუქტს გთავაზობს ადამიანი, რომელსაც იცნობ, უცებ ჩნდება ეჭვი. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ერთ პიროვნებას და არა იმ მეგაკომპანიას, რომელიც ჩვენს უკან დგას. მაგალითად, მე ვმუშაობ კომპანიასთან, როგორიც არის Forever Living Products-ი, კომპანია, რომელიც წლებია მუშაობს მსოფლიოს საერთაშორისო ბაზარზე. აქვს საკუთარი წარმოება, გადის ხარისხის კონტროლს და სერტიფიცირებას. ანუ ეს არ არის ვიღაცის გაკეთებული, ან ჩემი დაბლენდერებული ალოე. ეს არის სისტემა, რომელსაც მე უბრალოდ გიზიარებთ ინფორმაციას. ვარ შუამდგომელი კომპანიასა და მომხმარებელს შორის. სიმართლე არის ეს. როცა უცნობს ვენდობით, ნორმად მიგვაჩნია. როცა ახლობელი გვთავაზობს, ეჭვი გვიჩნდება. შემდეგ ჯერზე, როდესაც ეჭვი გაგიჩნდება, დაფიქრდი, იქნებ სწორედ იქ არის სწორი არჩევანი, სადაც დღეს ეჭვს ხედავ.